სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაცმიდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას წმინდა მამების გამარტებით და ესე იგი ძველი აღთმა წიგნი დაბადება თავი 48 და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ამ ამბების შემდეგ იყო რომ უთხრეს იოსებს ავადარისო მამაშენ თან წაიყვანა თავისი ორი შვილი მენაშე და ეფრემი. იოსები იოანე ოქროპირის გამარტებით იოსები არა მარტო პატივსცემს მამას, არამედ შვილებსაც ასწავლის მორჩილებასა და ოჯახურ ერთობას. ესაა ღვთისმოსაობის ნაყოფი ეგვიპტის უცხო ქვეყანაშიც. შემდეგ მუხლი მეორე. შეატყობინეს იაკობს და უთხრეს: აჰა, მოდი შენთან შენი შვილი იოსები. ძალი მოიცა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე. ჩვენ ვიცით რომ ისრაელმა, ეს იაკობი, ღმერთმა, ასე ვთქვათ, შეუცვალა სახელი. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და ეხლა აღარ ვისაუბრებ ამაზე. ნახეთ, ესე იგი წმინდა ეფრემ ასული გამარტავს რომ სიყვარული იოსებისადმი აძლევს იაკობს ზებუნებრივ ძალას, ხო სიკვდილის საწოლზეც. ეს აჩვენებს მეგობრებო რომ ნამდვილი სიყვარული სიკვდილსაც კი ძლევს. შემდეგ მესამე მუხლი. უთხრა იაკობმა იოსებს ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა ლუზში ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა. მითხრა: აჰა, მოგაშენებ და გაგამრავლებ ხალხების კრებულად გადაგაქცე. შენი მომავალი მოდგმისათვის მომიცია ეს ქვეყანა სამარადისო სამფლობელად. კირილი ალექსანდრიელი გამარტავს რომ ქანაანი არა მხოლოდ დედამიწა, არამედ მარადიული მემკვიდრეობა, ეს წინასახავს ზეციურ სასუფეველს, რომელიც ღმერთი აძლევს თავის რჩეულებს. შემდეგ მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ მეხუთე მუხლიდან. ახლა ორი ძე ყავს ეგვიპტის ქვეყანაში, რომ შეგეძინათ ჩემს მოსვლამდე. ჩემები არიან ისინი ეფრემი და მენაშე, როგორც რუბენი და სიმონი არიან ჩემები. ხოლო ბავშვები მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენ იქნებიან თავიანთი ძმების სახელზე, ჩაიწერებიან მათ სამკვიდროში. იოანე ოქროპირი გამარტავს რომ მხოლოდ ეფრემი და მენაშე ხდებიან დამოუკიდებელი ტომების მეთაურები, მეგობრებო. დანარჩენი შვილები მათ ქვეშ იქნებიან, რათა წესრიგი შენარჩუნდეს მემკვიდრეობაში. შემდეგი ფადანიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყნად გზაში. ეფრატამდე არც ვიყავი მოსული და უკაცრავად მისული და დავმარხე იქ ეფრატის გზაზე, სადაც ახლა ბეთლემია. დაინახა ისრაელმა იოსების შვილები და თქვა: ესენი ვინ არიან? ეფრემი ასული ამბობს რომ სიბერე ბნელდება ფიზიკურ თვალს, მაგრამ გულის სულიწმინდის შუქით ხედავს ღვთის საქმეს შვილიშვილებში. შეგი მეცხრე მუხლიდან ნახეთ, უთხრა იოსებმა მამას: ჩემი შვილებია, ღმერთმა რომ მომცაო იქ უკაცრავად, ღმერთმა რომ მომცა, უთხრა მომიყვანე და ვაკურთხებო. ნახეთ როგორი საინტერესო გამარტება აქვს წმინდა იოანე ოქროპირის. ესე იგი იოსები აღიარებს რომ შვილები ღვთის საჩუქარია და არა მისი დამსახურება. ხო, ეს თავდაბლობაა მეგობრებო, რომელიც კურთხევას იმსახურებს. შემდეგი მეათე მუხლი. თვალს დააკდა ისრაელს სიბერისგან ცუდად ხედავდა. ახლოს მიუყვანა იოსებმა, მანაც გადაკოცნა ისინი და გულში ჩაიკრა. უთხრა ისრაელმა იოსებს:
აღარ მეგონა თუ კიდე გიხილავდი. ახლა კი ღმერთმა შენი მონაგარეც მახილვინაო. აიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და მიწამდე თაყვანისცა. შვილების თაყვანისცემა მამის წინაშე მეგობრებო თავის პატივისცემისა და კურთხევის მიღების უძველესი წესია, რომელიც ღვთის წინაშე თაყვანისცემას წინასწარმეტყველებს. ხელი მოკიდა ორთავეს იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ ყავდა ისრაელის მარცხენა მხარეს, ხოლო მენაშე ხელმარცხნივ ისრაელის მარჯვენა მხარეს და მიიყვანა იმასთან. იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ იოსები ცდილობს ტრადიციულ წესს, ანუ პირმშო მენაშე მამის მარჯვნივ, რათა მარჯვენა ხელი მას დაედოთ. შემდეგი გაიწოდა მარჯვენა ხელი ისრაელმა და თავზე დაადო ეფრემს. ნახეთ, ეფრემს დაადო თავი, რომელიც უმცროსი იყო. ეფრემი იყო უმცროსი და მას დაადო თავი. ხოლო მარცხენა ხელი მენაშეს დაადო თავზე. განზრახ დაასხა ასე ხელები, თუმცა პირმშო მენაშე იყო. წმინდა კირილე ალექსანდრიელი ასე გამარტავს, ღვთის ნება ძლევს ადამიანურ ტრადიციებს, რა თქმა უნდა, მეგობრებო, იაკობი წინასწარმეტყველურად ხედავს, რომ ეფრემის ტომი უფრო დიდი და ძლიერი გახდება. ეფრემის ტომი უფრო დიდი და ძლიერი გახდება. შემდეგ მე-15 მუხლი. აკურთხა იაკობმა და თქვა, ღმერთმა, რომლის წინაშე იარებოდა ჩემი მამა პაპა აბრაამი და ისააკი, ღმერთმა, რომელიც მწყემსავს მე ჩემი განაჩენის დღესამომდე, ხო, რომ ანგელოზმა ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან აკურთხონ ეს ყმაწვილები. იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა პაპის სახელით, აბრაამისა და ისააკის, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, გამარტავს ხო უბრალოდ. ანგელოზი აქ თავად ლოგოსია, ლოგოსი ანუ ქრისტე, ხო? ქრისტე არის, ესე იგი წინასახია, ეს იქნება წინასახია, მეგობრებო, მაცხოვრისა, რომელიც იცავს და მრავლდება, ესე იგი მრავლდება, ასე ვთქვათ, მისი თავისი ხალხი მრავლდება, ხო? დაინახა მე-17 მუხლი. დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამისმა მარჯვენა ხელი და არ მოეწონა, დაიჭირა მამის ხელი, რომ ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაენაცვლებინა. ანუ აქ იოსები ფიქრობს ადამიანური წესი და პატივსცემს პირშობას, მაგრამ იაკობი მოქმედებს ღვთის შთაგონებით და არა ტრადიციით. უთხრა იოსებმა მამას, ასე არა მამაჩემო, პირმშო ეს არის, მის თავს დაადე შენი მარჯვენა. იუარა მამამისმა და უთხრა, ვიცი შვილო, ვიცი, ესეც წარმოშობს ხალხს, ესეც განდიდდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება. მისი თესლისაგან ურიცხვი ხალხი წარმოიშობა. ანუ ეფრემის ტომი გახდა ისრაელის ჩრდილოეთის სამეფოს ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი, მეგობრებო, როგორც წინასწარმეტყველება იყო. აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა, თქვენი აკურთხებს ისრაელი და იტყვის ღმერთმა ქნას, როგორც ეფრემი და როგორც მენაშე და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ. უთხრა ისრაელმა იოსებს, აჰა, მე ვკვდები, ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენს მამა პაპათა მიწაზე. ანუ წმინდა კირილე ალექსანდრიელი ამბობს, რომ სიკვდილი ეს არა ხო დასასრული, არამედ დაბრუნება აღთმულ მიწაზე, ხო, ღმერთი თანამგზავრია გზაზე ეგვიპტიდან ქანაანამდე. და ბოლო მუხლი, მეგობრებო, ეს არის 22 მუხლი. შენთვის მომიცია საძმო წილსზევით ერთი ადგილი, რომელიც ამორეველებს წავართვი, ჩემი מחვილითა და მშვილდით. ну, აქ წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ სიქემი, ანუ შექემი იოსების განსაკუთრებული მემკვიდრეობაა, რომელიც
იაკობმა რწმენითა და ბრძოლით მოიპოვა. ანუ ეს იოსებს ძმებზე მეტ უფლებას აძლევს. გაიხარეთ და ღმერთმა დაგლოცო და დიდი მადლობა.